დადგა დრო, როდესაც უნდა ვიყოთ ძალიან ერთიანი. არ დაგიმალავთ, რომ ცოტა არის პატარ-პატარა ხელისშემშლელი ფაქტორები იქ უცხოეთში. წუხარებით უნდა ვთქვა, რომ ერთი ჩვენი თანამემამულე ძალიან განაწყენებულია ჩვენზე და ყოველნაირად ხელს უშლის საქართველოს, რომ ის აღიარონ უცხოეთის ქვეყნებმა. მე გთხოვთ, აი ვისაც მიგიწვდებათ ხელი, ნათესაობა, ახლობლობა, ამ კაცს როგორმე მიუსიოთ, რომ როგორმე აი ამ ღალატის გზიდან მე მგონია ამის მიხოდა არ არის ახლა ვისაც აქვს ნაცნობობა ბუშთან, ტეტჩერთან, მიტერანთან და მთელ მსოფლიოსთან. აი ეს თანამემამულე განაწყენებული პირადად ჩემზე, ჩვენ ხელისუფლებაზე, ყოველნაირად ძირს უთხრის საქართველოს დე იურე და დე ფაქტო ცნობის საკითხს. და ძალიან გთხოვთ, თუ მიგვიწვდება ხელი ჩვენ, მე არ მინდა არც ეს კაცი მინდა გავწიროს, მით? ხო და რაღაცნაირად ვიმოქმედოთ ამ ადამიანზე, მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, აი ბუშის ვიზიტის შემდეგ, ძალიან ბევრი ხელისშემშლელი იქ შემოიკრიბა ფოფხაძე, ეს მოღალატეები, ეს რენეგატები, მგელაძე, ესენი შექმნა რაღაცა შტაბი, რომელიც გეგმავს იქ რაღაც ღონისძიებებს ჩვენს